მებით მეგობრებო, ეს მეგახლაო როთიკო გეიმერი და დღეს ვიღებ ვიდეოს Minecraft Survival Part 5 და იმედია ეს ვიდეოც როგორც წინა ვიდეოები გამოვა კარგი. ეს დავდოთ აქ, იმიტომ რომ აღარ დაგვჭირდება და ახლა ჩვენ უნდა აგვეშენებინა სახლი. მაგრამ სახლის მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ სახლი კი არა და ბოსელი, მაგრამ ბოსელის მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ ახლა კიბეებს სამაინეროს. ახლა აი ამას ვაჩვენებ ჩემი ალმასის ხმლის ძალას. დავარტყი ორჯერ ამოტრიალ და ოპლას. აი აქეთ მეგობრებო, აფეთქა კრიპერმა აიესხარე, მაგრამ ისევ დაიმიტა და კიდევ კარგი ჩემი სამაინერო ადგილი არ მოხვა. ეს აი ასე მოვყვეთ. ასე იყოს. აქედან უკვე მოგვიწევს სამწუხარო და აიამეების ჩანგრევა. მე ავიდეთ, ალბათ მოგვიწევს. ჯანდაბა. ისე მე შევწდი ახლა ის ქვები რომ სულ დავხარჯე კიბეებს. უნდა გამეკეთებინა აქ კიდევ ცოდეთ ეს დავდგა. უნდა გამეკეთებინა ქვის წერაქვები. მე მგონი სკიურში მილაგია ზედმეტი, როგორც მე ვამბობ ზაპასი, ანუ სათადარიკო. და კიბეებს რომ გავაკეთებ, ავალ და ვნახავ რა ის რა არის. აი ეს გვიშლის ხელს. აი გობრებო, აღარ მოგვიწევს ასე აი ამ ქვებზე ხტუნაობა და მაინც ყოველ შემთხვევაში აქ არ გვინდა ძალიან სივიწროვეა ისედაც. აი ეს, აი აქ სულ იყო ნახშირი და რკინა, რამხელა რაღაც გამოვთხარე. ოპლას. აი ასე. აქ კიდევ კიბეები. აი ასე. ჩავიდეთ და აქაც დავდგათ კიბეები. მე მგონი რამდენსაც მე ვარაუდობდი, იმდენი კიბე საჭირო არ იყო. ან კიდევ ამას დრო გვაჩვენებს, როდესაც სრულიად გავაკეთებთ. ეს უნდა გავთხაროთ. აქ როდესაც ავხტებით, ხელი არ შეგვიშალოს. დღეს ცოტა ისეთნაირ ხასიათზე ვარ. აი ცუდად გამოგვივიდა. ამიტომაც ცოტა ხმა დავლაპარაკობდა. ოპლას. აი აქ ნაცვალე ეს უნდა მოვანგრიოთ. ესეც უნდა მოვანგრიოთ. და აი აქ დავდგათ კიბე. აქ იყოს პირველი საფეხური, ასე არა უშავს. აი აქ ჩამოვიყვანოთ კიბე. მე შემდეგის კაც გავალთ. აი ასე მეგობრებო. და всё. აი აქამდე კიბე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. აი ესენი უნდა ავანგრიოთ, რადგან გავიდეთ კიბებით. აი მხოლოდ აქ მოგვიწევს ახტომა, დანარჩენი არსად. აი ეს ადგილიც გავანგრიოთ. აი ასე. всё. ესეც მოვანგრიოთ. იქნება კიბეების მონგრევის პროცესში სადმე რკინაც ვიპოვოთ.
ძალიან გამეხარდება. კიდევაც გავაკეთებ რკინის იარაღებს. ოპლას. ნელა ავდივართ ზემოთ. ამებს გავტეხავთ, სხვა გზაც არ გვაქვს, ისეც ვერავალთ, რომ ესენი არ გავტეხოთ. კი, მაგრამ აქ რაღა უნდა გავტეხო. აქ ესე უნდა ავხდე. აქ უკვე მიწა უნდა გავტეხოთ, ამიტომ წერაქვს ვერ დავაკლევს ცოცხლეს და ასე. ძალიან კარგია. 2 სტაკი ზედმეტი დაგვრჩა და 11 ცალი, მაგრამ ვინ იცის რაში დაგჭირდება. ახლა კი ავაშენებთ სახლს. ასე. 14 ცალი ხე გვაქვს და არ გამოასახლის აშენება, ამიტომაც ხეები გვჭირდება. ეს გავაკეთოთ ფიცრებად, მაგრამ მანამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, 2 სკივრი კიდევ გვჭირდება, რადგან ამ სკივრს ვავსებთ და ასე. ჭირაღდა ისო წავიდა. კაი, არა უშავს. აქ დავთ. ხო. აქ არაფერი არ დევს. ეს ხეები მე რომ დავრგე, გაიზარდა უკვე რამ ხელები. გუშინ დავრგე ჯერ. ჩვენი ხორბალის გაიზარდა ზოგიერთი ნაწილი. ახლა კიდევ უნდა დავრგა მუხა და შემდეგ არყი. ასე, რადგან ამოვიდეს კიდევ ბევრი ხე და იყოს ჩემს ეზოში, ასე ვთქვათ, ეზოში. ახლა მეგობრებო, მე უნდა მოვჭრა კიდევ სხვა ხეები. ჯერ რა თქმა უნდა ხის ცულით, ეკონომია. მაგრამ თან ღამდება, ერთ ხეს მოვჭრი და დაღამდება კიდეც. არა, მოდი 2 მოვჭრათ და შემდეგ დავიძინოთ და გათენების დროს გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. შეანდა რამ ხელა ეს ხე, სადაც ზომბები მოვლენ. ამიტომაც გვირჩევნია შევიდეთ სახლში და დავიძინოთ. ალმასის მიღწევაც მივიღე. ახლა მიღწევებში ვნახოთ. ალმასი რკინის პლანეტის ცენტრისაკენ. აშენე ქვეშეთის პორტალი. აი, მაგას ვერ ვიზავ. ცეცხლისაკენ. ცეცხლისაკენ მოითხოვს პლანეტის ცენტრისაკენ. და ბრუნე გამგზავნელს. მოითხოვს პლანეტის ცენტრისაკენ. წიგნო ართოხუცესი მოითხოვს ჩადოქარი. ობსიდიანი ალმასები და წიგნისაგან დაამზადე მოჯადოების ადგილი. აი, სასიკვდილო მოითხოვს ჩადო. აი, წიგნი როგორ დავამზადო, ეგ მაინტერესებს. მაგრამ არა უშავს, ინტერნეტში ვნახავ, ეგ ძალიან ადვილია. ხორბალი გვჭირდება, შაქარი, რძე და კვერცხი. არ არის პრობლემა, მე ამ ყველაფერს მოვიპოვებ. მაგრამ ჯერ უნდა ავაშენოთ ჭა, მეგობრებო. ჭა გვჭირდება, ეგ მაგარი ფრაზა, ჭა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახლა ჯოხები, რადგან გავაკეთოთ ხობე 8 ცალი. აუ 6-ია. ჯანდაბა. კიდევ მომიწევს 4 ჯოხის გაკეთება. всё, ახლა უკვე 8. ახლა გავაკეთოთ ჭა. ის დაგჭირდება კიდევ მეგობრებო ჩვენ ვედრო, იგივე სათლი. იცი მაინკრაფტში ნამდვილი ჭა რომ არსებობდეს, კარგი იქნებოდა.
ესე იგი ჩვენ ოპს კიდევ გვჭირდება მეგობრებო ცოტა დაბანეული ვარ კიდევ სადაა ნიჩაბი ჯანდაბა ეს შევდოთ მაინც აქ ნიჩაბი არ გვაქვს მეგობრებო მოგვიწევს გავაკეთოთ მაგრამ რის ქვის თუ არა სხვა რის არა მაგარია აი ასე ორი ქვის ნიჩაბი გამოგვადგება ნამდვილად აი ასე და კიბეები და კიბეების გაკეთება დამავიწყდა მგონი სულ ჯოხებით კეთდება მაგრამ გამახსენდა აი ხო ეს კარგია всё 6 კიბე მე მგონი გვეყოფა მე მგონი კი არა ნამდვილად გვეყოფა 3 ჯოხი დავაბრუნოთ უკან წავიდეთ და ახლა აქ ხომუცე ვღამდება და სანამ დაღამდება მანამდე სადმე კარგ ადგილას დაახლოებით აი აქ ჩავთხაროთ 6-ზე აღონდა ასე 1 2 3 4 ახლა 5 და 6 ესეც ასე ახლა აი აქ 6 კიბე პლუს ესეც ასე აიცადეთ აი აქ უნდა მოვშალო ეს კიბე ავიღოთ და გვჭირდება რატომ არიღებს აი არა უშავს გაიჭედა ეკიბე მანდ აიღო ახლა ჩვენ სათლი ავიღოთ და გავვარდეთ სხვაზე თან მომშივდა მეგობრებო სანამ მე ზღვასთან ჩავალ და წყალს ამოვიტან დავასტოპებ და სანამ იქამდე გავალ და შემდეგ გავაგრძელებ მეგობრებო ნახვამდის 5 წამით აგიბრუნდით მეგობრებო აი გავაკეთე უკვე ჩვენი ჭა აი აქ ცოტა კიბე უშლის იმას მაგრამ არა უშავს ახლა უნდა შემოვაშენოთ მეგობრებო აი ასე როგორც სოფელში არის ხოლმე ოღონდ მაინკრაფტის და არა ისე უნდა შემოვაშენოთ ასე და გავუკეთოთ სახურავი ოღონდ ამ სახურავს გავუკეთებ ქვისას 1 2 3 4 5 6 7 და 8 ზემოდან ყველაფერი უნდა მოვაშოროთ აი აქ რადგან გავუკეთოთ ჭერი გეწოდებული სახურავი აი ასე აი ცოტა მეტკინებოდა მაგრამ არა უშავს აი ასე მოდი 6 წელი უკვე გამითავდა ახლა ამის დროც მოვიდა ოპლას ჯანდაბა ჩავარდი აი აქ შემოღობა რომ აღარ ჩავარდე ახლა აი ეს გადავხუროთ და ოპას ესეც ასე ჩვენი ჭა მზადა ახლა სადმე ისეთი სუფთა ადგილი ვიყოთ სადაც შევძლებთ სახლის შენებას ერთი წამით მეგობრებო ჩვენ გვჭირდება ნიჩაბი სუფთა ადგილის გასაკეთებლად დაახლოებით აი აქამდე всё
ჩვენი სუფთა ადგილი გაკეთდა. ახლა მუხის ფიცრებით ავაშენებ პატარა ბოსელს დაახლოებით აი ამ ხელას და აი ამ ხელას. ეს ძალიან პატარა ბოსელია. შეიძლება ჩემს სახლზე დიდიც კია. აი კარები უნდა ჰქონდეს, 2 კარები თან და ზუსტი გამოვჭერი ადგილი ამ 2 კარებისთვის. აი ასე ავაშენოთ, მაგრამ თუ მუხის ფიცრები შემომაკლდა, არაა პრობლემა. ქვას მივახმარებ, არაფერი მოუვა და თუ ქვაც შემომაკლდა, შემდეგ უკვე წავალ და გავტეხავ მუხის ფიცრებს. აი ასე. ცხენს როდესაც ვაშელს დავანახებთ, ის მაშინ ჭამს იმ ვაშელს თუ დააჭერთ თქვენ მარჯვენა რღილაკს, მაგრამ აი ცხენის სახლში მოყვანა უკვე არ ვიცი. ის ვაშელზე არ გამოყვება ხოლმე და არ ვიცი თუ იმოქმედა მაშინ. აი როგორც ვარაუდობდი, ქვაც გამითავდა. წავალ და მოვჭრი ხებს. ოპლას. ესეც ასე. იმედია ეს სულიც იგივე ნაჯახი მალე გამიტყდება, რადგან ერთი სული მაქვს ქვის ნაჯახს როდის გამოვიყენებ. ასე უბრალოდ ამ ნაჯახებს ვერ გადავყრი, ამიტომაც წავიდეთ მოვჭრათ ესენი. აი მეგობრებო, აქვე ვიპოვე მაღარო და ამ მაღაროსთანაც გამოვალ და ვიმაინერებ ხოლმე. ოპლას, დასაწყისშივე კარგი რაღაც შეგვხვდა. როგორც ჩანს, ძალიან მადნებით სავსე მაღაროა და ძალიან კარგი. აი ასე. ახლა ჩვენ აი კვერცხიც ვიპოვეთ. უკვე 2 ინგრედიენტი გვაქვს, ხორბალი და კვერცხი. ახლა ცოტა ხანი გავჩუმდები და ჩავრთავ მაგარ მუსიკებს. ძალიან მაგარ მუსიკებს. მაგ მუსიკებს ადრე ვრთავდი ხოლმე. ახლა ცოტა გაჭედა, რადგან Minecraft-ს დიდი ხანია ვთამაშობ. ახლა სადაც ვიდეო უნდა დავამთავრო 2 წუთში, ამიტომაც ზუსტად ამ მუსიკებიდან გავაგრძელებ მეც, როდესაც დავამთავრებ. აი ასე, ახლა შევიდეთ YouTube-ში. და ჩავართათ მუსიკები. მაგალითად ჩავართათ აი ეს ძალიან კარგი მუსიკებია. სამედი ივნისი სტიქია მძალეგა ჩვენი თბილისი გლობობს ხალხი და დირის ქვეყანა შევშინდეთ ხალხო უფალიას ჩვენთან რამდენი ოჯახი წამებში გაქრა ცრემლები თვალებს ვეღარ შეაშრა ყველამ ერთად დავდგეთ თხოვნით მოგმართავთ ვიბრძოლოთ ერთად და დავიბრუნებთ ქალაქს მრავალჯერ ნაწამებ კუთხეს ქალაქს რომელსაც თაწმინდა უმზერს ქალაქს მატანჯერს ვერ გაუდეხეს გული ახლა კიდე შევდება ყველა სიყვარული მოგონება ყველა დაღუპულ შვილებს ჯანმრთელობა ყველა გადარჩენილებს დიდება გმირებს არ შეუშინდნენ იმ დღეს ყველას კეთილდღეობისთვის თავი შეწირეს დაგვიფარე ღმერთო ჩვენო გადამრჩენო ილოცე ჩვენთვის მამაო ჩვენო
დედა ოხტვისაო დაგვიფარე წოდვილნი ქართველი ხალხი ამას საუკუნე გვნიდით ნახვამდის მეგობრებო მე ამით გემშვიდობებით და ზუსტად ახლა გავაგრძელებ